გვაქვს აბსოლუტურად გამოკვეთილი სპეკულაცია და აჟიოტაჟი. ეს არის ემოციური, ფსიქოლოგიური ფაქტორი. მე მინდა მოსახლეობას მიმართო, რომ ამ ფსიქოლოგიურ, ემოციურ აჟიოტაჟს არ აყვნენ. დიდი შანსია იმისა, რომ თუ ისინი ამას თქვათ აჟიოტაჟს წამოიგებიან, ისინი დაკარგავენ ძალიან მალე უფრო მეც ვიდრე მოიგებენ. ასე რომ თავარია ჩვენ სიმშვიდე შევინარჩუნოთ. ის დისბალანსი, რომელიც ხო წლის დასაწყისში უკვე არის გასწორებული, მე გულისხმობ იმპორტი არის შემცირებული და ექსპორტიც ამ დაბალანსდა რაც იყო მანამდე დისბალანსი, ეს არის აბსოლუტურად გამოკვეთილი აჟიოტაჟი და ემოციური ნაწილი, რომელიც უნდა მოიხსნა და ეს მოიხსნება აუცილებლად ადრე თუ გვიან. ჩვენი ვარაუდით ასევე მე ვიცი რომ ეროვნული ბანკის ვარაუდიც ასეთი არის, მათი პროგნოზი ეს არის, ეს მალე გადაივლის. ვართ მზად რომ ვითანამშრომლობ მჭიდროდ კოორდინაციაში ვიყოთ ეროვნულ ბანკთან. ამის მზაობას კიდევ ერთხელ ვადასტურებ. ჩვენი მოქალაქეები ნუაყვებიან მედია საშუალებებს მათ მიერ შექმნილ აჟიოტაჟს და ქაოსს და უპასუხისმგებლო ექსპერტების და პოლიტიკოსების გამონათქვამებს და განცხადებებს. ოფიციალური ინფორმაცია მომდინარეობს მთავრობისგან და ეროვნული ბანკისგან. და გთხოვთ დაეყრდენით ჩვენს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას და ნუაყვებით ვიღაც გაუგებარ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებს და ექსპერტებს, რომლებიც ყველაფრის ექსპერტები არიან.